მოგესალმებით. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რას მოგინდათ შემდეგი თვე პირად ურთიერთობებში. რა ცვლილებები მოდის, სადაც არის ღრმა პაუზა, თუ იქნება მოქმედებები და საერთოდ რას გეგმავს, რას აპირებს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, მაშინაც წარმოთქვით მისი სახელი. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჯარო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშასე დავიწყოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. და რა ცვლილებებს მოიტანს შემდეგი თვე თქვენთვის პირად ურთიერთობებში. მაშ ასე. იმპერატრიცა, საოცარი ქალბატონები ხართ. შესაძლებელია ასე კი თქვენზე პატარა იყოს, აქ კომუნიკაცია ურთიერთობაში სამწუხაროდ იხლა არ არის. ან თუ არის ძალიან ცივი, მოკლე, ხისტი და ასე შემდეგ. პარტნიორი ადამიანი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეხლა ძალიან მძიმე ენერგიებშია. უზარმაზარი ტვირთი, პასუხისმგებლობები. წინააღმდეგობები ძალიან რთული ეტაპია ახლა მის ცხოვრებაში. გითვალთვალებთ, აქ მიდის თვალთვალი როგორც თქვენი მხრიდან, ასევე მისი მხრიდანაც. ეს იქნება ინტერნეტ, სივრცე, WhatsApp, Viber, თუ პირდაპირ მნიშვნელობით ქუჩაში არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. მოკლედ გეტყვით იმას, რომ თქვენი ურთიერთობის რაღაცა გარკვეული ციკლი ნამდვილად ჩაიხურა და ეხლა იწყება ახალი ეტაპი. ეს არის ძალიან გარდამტეხი, იმიტომ რომ თუ გადადგავს პარტნიორი ნაბიჯებს შეცვლისკენ, მაშინ ცვლილებები საკმაოდ ფუნდამენტური იქნება. თუ არ იმოქმედა უახლოეს ერთ ამ პერიოდში, ეს ერთი თვე ნახვიდან არის აქტუალური ვიდეო. მაშინ გეტყვით იმას, რომ აქ უკვე ძალიან რთული იქნება რაიმეს ფუნდამენტურად შეცვლა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ორივე მხარე წარსულში იყურებით, იქ მონატრებაა ნოსტალგია, უზარმაზარი ემოციების, რომელიც გქონდათ. ორი პატარა ბავშვი ერთმანეთის თვალებში შესისწინებს, დაახლოებით ესეთი ისტორია შემიძლია განვიხილო ამ შემთხვევაში. ძალიან საოცარი ემოციები, ძალიან თბილი ურთიერთობები, ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია. სხვათა შორის თქვენი ვაჟბატონი იმასაც ფიქრობს, რომ თქვენ ცხოვრებაში ვინმე ხომ არ გამოჩნდა, ძალიან სტაბილური, ძალიან შემდგარი, ფიქრობს, რომ პარტნიორი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს, ამ ურთიერთობის დასასრული იქნება. თუ კი მისგან ელოდებით უახლოეს პერიოდში რაიმე შეტყობინებას, ინფორმაციას, ზარს, SMS, დამარწმუნეთ, რომ უახლოეს პერსპექტივებში ეს იქნება. დაახლოებით ერთი კვირის ტენდენციაა. აუცილებლად. რაღაცა ძალიან გავხართ ერთმანეთს, აი ძალიან დიდი მსგავსება ერთმანეთში. შეიძლება ემოციური ფონის თვალსაზრისით, შესაძლებელია ერთი ჰოროსკოპის მატარებლები იყოს, შესაძლებელია ვიზუალურადაც კი გავდეთ ერთმანეთს თქვენ წარმოიდგინეთ. აქ არის რაღაცა ძალიან დიდი ტკივილის ენერგია ამ ურთიერთობაში. მოკლედ, თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი და თქვენც რასაკვირველია ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხანია გამძაფრებულ პაუზაშია და არ მოქმედებს არც ერთი, სხვათა შორის არც ერთი მხარე, არც თქვენ, არც ის. კარგი, იქნება თუ არა მოქმედება მისი მხრიდან უახლოეს პერიოდში, მოდი ვნახოთ. იქნება თუ არა მისი მხრიდან მოქმედება უახლოეს პერიოდში. აუცილებლად იქნება უახლოეს პერიოდში მისი მხრიდან მოქმედება. აუცილებლად. იმიტომ რომ იცის, რომ ეს ურთიერთობები ძალიან დიდ კილოს გაყენებთ. აი ეს სიტუაცია, სცენარი, რომელიც ეხლა არის გაყინული, ვიტყოდი. ნახეთ, როგორი მოცდის არკანში ამოდის, იცის თითქოს საჭირო დროს და მომენტს რომ გამოჩნდეს. იმიტომ რომ აუცილებლად მისი გამოჩენა არ უნდა იყოს ხმამაღალი, ცოტა ეგო აქვს ამაღლებული. ცვლილებები და წინსვლები ამ ურთიერთობაში უდაოდ იქნება უახლოეს პერიოდში. შანსი უნდა მისცეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ აძლევთ ერთმანეთს, ასევე სამყარო მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ეს ურთიერთობა ისევ აღდგეს, ისევ გაიყუროს იმ ემოციებმა, იმ რაღაცა უზარმაზარმა გრძნობებმა, რომელიც აქამდე არსებობდა ურთიერთობაში. კი ბატონო, ორივე მხარის სამუშაოა. აუცილებლად ორივე მხარემ უნდა იმუშაოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ისევ პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს. მოდი ვნახოთ ემოციის თვალსაზრისით გრძნობები მაინც მინდა განვიხილო რა. მისი მხრიდან გრძნობები თქვენთან დაკავშირებით. ქვეცნობიერი ძალიან დაბინდული აქ. აი ნახეთ, არეულია, საკუთარ თავთან უზარმაზარი კონფლიქტი, ეჭიდავება. ნახეთ, ემოციის თვალსაზრისით ნგრევებშია, საერთოდ უნდა თუ არ უნდა ეს ურთიერთობები და ასე შემდეგ. სამწუხარო ფაქტორი მინდა განვიხილო იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ პარტნიორს ბევრ თქვენთაგან თან ყველასთან არ არის საკურველია ფიზიკურად ვერ იქნება ყველასთან მაგიური ზეგავლენები, მაგრამ აქ ერთობლივად არის ზემოქმედებებიც, აქ არის სითხის სახით დალეული, არ ვიცი რა, მაგრამ ვისი მხრიდან, მაგრამ არის ეს ნახეთ, პენტაკლების დედოფალია მის გვერდით ქალი. თუ იცით, რომ სამკუთხედია ურთიერთობაში და თქვენს გარდა ამ ურთიერთობაში კიდევ სხვა არსებობს, ან შესაძლებელია დიდად განვიხილო ამ შემთხვევაში, თუ ის წინააღმდეგია თქვენი ურთიერთობების, აქ არის ამ ქალისგან ნახეთ მოქმედებები იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობები და განსაკუთრებით თქვენ ამ ურთიერთობაში აღმოჩნდეთ ძალიან შებოჭილი წინააღმდეგობებში, გამოუვალ მდგომარეობაში, მენტალური მდგომარეობიდან დაწყებული ფიზიკურ მდგომარეობამდე დამთავრებული. დამარწმუნეთ, რომ აქ არის ძალიან დიდი წინააღმდეგობები. აქ
აუცილებლად უნდა მოხდეს ენერგიების გაღვიძება ამ კუდიანი ქალის გარემოცვიდან თავის დაღწევა იმისთვის, რომ ისევ იყოთ მის ცხოვრებაში იმპერატრიცა, მთავარი ქალი, სასურველი ქალი, რომელიც მას უყვარს და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოეს ორ პერიოდში ეს შეიძლება იყოს 2 რიცხვი, 2 კვირა, ნახეთ 2 საათი შეიძლება იყოს. აუცილებლად რაღაც არჩევანის გაკეთება მოუწევს, იმიტომ რომ იძულებული იქნება ამ არჩევანის გაკეთების სიტუაცია, სცენარი ისე უნდა შემოტრიალდეს, რომ სხვა გამოსავალი არ ექნება. მოკლედ ერთს გეტყვით თამამად, ხმამაღლა, თავაწევით იმას, რომ ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა აღდგეს. უზარმაზარ ტრანსფორმაციას გადის ჩემო ძვირფესებო და აქ იმდენად აღარმა მიჯაჭულობებია ენერგეტიკული თვალსაზრისით და იმდენად ხართ დამოკიდებული ერთმანეთზე განსაკუთრებული სექსუალური ჩაკრების თვალსაზრისით, რომ ვნება, უზარმაზარი ვნება, რომ ანუ ფიზიკურად ვერ ხდება თქვენი გაწყვეტა ენერგეტიკული. პარალელურად ისიც მინდა აღნიშნო, რომ როდესაც თქვენ იწყებთ მასზე ფიქსის, აუცილებლად ხდება მას, აგრძნობს ამ ფიქრებს, როდესაც თქვენ ხართ ემოციურად ცუდად განწყობილი მის მიმართ, ისიც გრძნობს ამ ემოციას. მოკლედ ძალიან დიდი კავშირია ენერგეტიკულით და ვიზუალურით. აქ სიყვარულის ისტორია უნდა განვიხილო აუცილებლად. საოცარი არკანები ამოვიღე მეგობრებო. ერთადერთი რაც არ მომეწონა საკუთარ თავთან ძალიან დიდი ჭიდაობაში და ესეც შესაძლებელია გავლენის გამო იყოს, რომელიც არის მასზე მაგიურ გავლენას გულისხმობ კი ბატონო, თქვი კიდეც სამთვარის ენერგია ამოვიღე. ამიტომ ახლა იწონება ძალიან ბევრი რაღაცა თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. რეალურად უნდა მოხდეს მისი ხელახლა დაბადება, გამოფხიზლება იმ ქაოსიდან, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია გაჭედილია. მოკლედ ეს არის ზედაპირული მიმოხილვა თქვენი ურთიერთობების, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ და ელოდეთ მის ნაბიჯებს და მოქმედებას. დროებით მომავალ შეხვედრამდე.